ვაგრძელებ ჩემს პატარა ნარკვევებს მესამე ქუჩიდან. კიდევ ერთხელ, ჩვენი ქალაქისთვის ჩრდილოეთ მესამე ქუჩა არის, იგივე რაც რუსთაველის პროსპექტი ან ჭავჭავაძის პროსპექტი თბილისისთვის. და მშენებლობა გრძელდება ამ ქუჩის ბოლოში. აქ ადრე იყო მოლი და ახლა მოლის ნაცვლად გადაწყვიტეს აეშენებინათ მრავალბინიანი შენობა. ამაზონმა საერთოდ გაანადგურა მოლის კულტურა და საცალო ბაზრობის კულტურა პატარა ქალაქებში. ახლა დიდ ქალაქებში გასაგებია, რომ კიდევ არის საკმარისად მსურველი, რომ იარონ ადამიანებმა მოლში და შეიძინონ გარკვეული საქონელი პირადად და არა ონლაინ, მაგრამ აი ჩვენს პატარა ქალაქში მოლი იყო 1970-იანებიდან და 3 წლის წინათ დაანგრიეს ეს მოლი, რამე თუ სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მოდიოდა ამ მოლში რაღაცის შესაძენად. პლუს ამ ყველაფერს დაემატა კოვიდი. კოვიდმა ხომ საერთოდ შეცვალა თამაშის პირობები და მივიღეთ ახალი ეკონომიკა, რომელიც სულ სხვანაირია. აი ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ადრე საერთოდ არაფერს არ ვიძენდი ამაზონზე. ახლა უბრალოდ 90% ყველაფრის, რასაც ვიძენ, ხდება ამაზონის საშუალებით. ეს არის მოსახერხებელი, არსად არ გჭირდებათ წასვლა და თუ ისეთი რამის ყიდვა სჭირდება ადამიანს, რასაც მაინც და მაინც მოზმვა და მოსინჯვა არ სჭირდება და იცის რა არის, მე მგონი არაფერი ამაში ცუდი არ არის, მაგრამ აქ ბევრი ასპექტია, ხომ? მე მაინც ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე ტანსაცმელს ეხება, ან როდესაც ისეთი რამის შეძენა გინდათ, რაც ძვირადღირებული არის, ჯობია შეეხოთ, გასინჯოთ და ისე შეიძინოთ. ცოტა თემას კი გადაუხვიე, მაგრამ აი ახლა ვსაუბრობდი ამ მრავალბინიან შენობაზე. აი ხედავთ უკვე ალბათ ზაფხულისთვის დასრულდება. რატომღაც მეგონა რომ 26 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ზაფხულში უკვე დასრულდება და შესახლებაც კი დაიწყება აქ. აი ასე სწრაფად შენდება ამერიკაში ყველაფერი. ის კი არა, როდესაც დაფინანსება მზად არის, ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ეხლა ამერიკა რა გამონაკლისია, აქაც ანათებს ყველაფერს. რამე თუ ეს ქვეყანა იმდენად ფიქსირებულია ფულზე და შემოსავალზე, რომ ხშირად ასეც მგონია, რომ სხვა არაფერი არ აინტერესებს ამ ქვეყანას. დაქოქილია ესე ფულზე. მე მგონი ხშირად შეიძლება ითქვას, რომ ფული ერთადერთი რამ არის, რაც ამერიკელებს აინტერესებთ. ამის გამოვლინება არის ზუსტად ჩვენი ახლად არჩეული პრეზიდენტის რამოდენიმე ბრძანება, რომელიც მან გამოსცა, რამე თუ გვემუქრება საგარეო პოლიტიკური გეზის მთლიანად შეცვლა და რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანი უბრალოდ ვაჭარია. ხა მე ვიცი რომ ბევრი ადამიანი მას მხარს უჭერს, მაგრამ ჩემს შეგნებაში ეს ადამიანი უბრალოდ ვაჭარია და ერთადერთი რაც ამ ადამიანს გონია არის ის, რომ ყველაფრის გაცვლა შეიძლება ფულზე. და ასე არ არის შემოკარგება. არ შეიძლება ყველაფრის გაცვლა ფულზე. კიდევ გადაუხვიე თემას, მაგრამ აი იმედია ქსიამოვნებთ, როგორ ვითარდება ეს შენობა, იმედია ქსიამოვნებთ, რა სწრაფად შენდება ყველაფერი ამერიკაში, როდესაც ფული ფულობს, როდესაც დაფინანსება არის, როდესაც საბანკო სისტემა მუშაობს, როდესაც ქვეყანა მუშაობს, კანონები მუშაობს და ადამიანები მუშაობენ. თქვენ ბედნიერ დღეს გისურვებთ.